იგივე შეყვარებული წყვილები ხშირად უფრო მეტად არიან ტელეფონზე დამოკიდებულები და ამ ტიპის კომუნიკაციაზე, ვიდრე პირისპირ შეხვედრაზე. რაც მე მაწუხებს და რასაც ხედავ, რომ მონატრების ემოცია უფრო და უფრო მეტად ქრება, იმიტომ რომ მე დღეს ამერიკაში მყოფი ადამიანი შეიძლება აღარ მენატრებოდეს, იმიტომ რომ ყოველწამიერად ხელმისაწვდომია ჩემთვის და როცა არ მენატრება ის განცდები, რაც აი მე შეხვედრის სილამაზე რაც არის, რომ ძალიან დიდი ხანი მენატრებოდი და მე პირისპირ შევხვდით ერთმანეთს და ამან გაალამაზა და კიდევ სათქმელიც აღარ დარჩა, ადამიანებს სათქმელი აღარ აქვთ ერთმანეთთან. რაზე ისაუბრო, იმიტომ რომ უკვე ისაუბრეს იმაზე ჩატში და უკვე რაღაცა განიხილეს ეს საკითხი. ამან ყველაფერმა დაღი დაასვა ამ ურთიერთობებს და იგივე პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობებსაც. პირისპირობის რაღაცა მომენტი დაიკარგა და ვირტუალური გახდა ესეც. და ამან ხელი შეუწყო მე თუ მით უმეტეს მინდა რომ ემოციები აღარ მქონდეს და ესე გავექცე. ფანტასტიკური საშუალებაა სოციალური ქსელები ამისთვის. შენ როდესაც ადამიანს ელაპარაკები და შუა საუბრიდან ქრები 5 დღით. მაგალითისთვის, ხო? და აუცილებლად შეყვარებულები უნდა ვიყოთ, მაგალითად, რომ ჩემმა თავის ტვინმა დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ რა მოხდა. ანუ რაღაცა შუა არ არის მაგისი აუცილებლობა. ანუ ნამდვილად არ არის, ხო, სოციალური როლი დანამდვილებით განსაზღვრავს როგორ მოვიქცე, მაგრამ რა ვიგრძნო, ეს მაინც და მაინც არ არის განსაზღვრული სოციალური როლით, ხო?